წავედით ხელოსანთან. ჩემი საუტვირთეთ და წავედით მატორისთან. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის BMW მე-7 სერიის გაცოცხლების მესამე ნაწილი. წინა ვიდეოდან იცით რომ ჩემი შესაძლებლობები როგორც ტექნიკური ცოდნის, ასევე ფიზიკური შესაძლებლობები, ასევე არ ვიცი, ნაწილების შესაძლებლობები. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურე ბოდიში. აღარ დამრჩა არაფრის მოქმედების არეალი, ანუ რაც შემეძლო გავაკეთე. შესაბამისად, მივდივარ ახლა ერთ-ერთ ძრავის ხელოსანთან, რომელიც მირჩიეს და არის გამოცდილი ძველ მანქანებზე მუშაობაში, ძველ BMW-ებზე მუშაობაში, ესეთ ძრავიანებზე, მათ შორის აქვს სადიაგნოსტიკო კომპიუტერი. ჩავაერთებ და წავიკითხავ თქვენს მაგის ენას მაინც გავიგებთ რას გვეუბნება. მე რო ესე იმაზე მუშაობ, რა ქვია. ვარაუდებზე. ხო, მოკლედ ახლა დავდე ევაკუატორზე, კადრებს ჩავცვალებ. და ესე ლამაზად მიმყავს სახელოსნოში. იმედი მაქვს რომ იქიდან კარგი ამბებით დავბრუნდები და საერთოდ კარგი იქნება თუ მაგ მანქანითვე დავბრუნდები. როგორ დანახტება არ ვიცი, მივდივარ. თუმცა დამაიმედებელი ბოლო მეორე ნაწილიდან ის არის რომ კომპრესიები რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ნორმალური აქ. ამდენ გარბენიან ამდენი წლის ნადგომ ნატანჯ ნაწვალებ მანქანას. ასე რომ ეგ უკვე კარგია. კაი, წავედით რა, ეხლა ნელა გავაგზავნებთ გზას. მოძრავი ნადირი თუ გინახიათ. აი აგერ რა მოძრავი ნადირი მიდის თავისთვის. ჩამოვსვით ნადირი და უნდა შევიყვანოთ ვანოსთან. და მე ვნახოთ რა მოხდება, რაც იქ მოხდება ყველას გავუოცებს ალბათ, მათ შორის მეც. ნახოთ. ესე იგი, გამოცებს უჩრიკინებთ. აბა ვინ მიხდება მამაში რა შეიძლება. დაბლარად დგას რა არის ეგა. ვინც გამოიცნობს იმას გადაეცემა პრიზი, რომელიც არის არაფერი. ხო, დავამატებ კომენტარს. ეს არის შემომავალი რეიკიდან ამოღებული ბენზინი, რომ ვნახულობდი ბენზინი მოდის თუ არა თქო. აი დაბლა რაღაც ხედავთ. ორი ნივთიერება არის შეგინით ამ ბენზინში. მეგობრებო, დამნაშავე ნაპოვნია მანქანის გაუგებრობაში და ეს დამნაშავე გახლავთ არც მეტი არც ნაკლები წყალი. წყალი საიდან მოვიდა? ეგ კაი. წყალი მოვიდა ბაკიდან. ბაკში საიდან მოვიდა? ეგაც კარგი კითხვა. ბაკში სავარაუდოდ მოვიდა იქიდან რომ ბაკს ხუფი არ ქონდა და წვიმაში ეტყობა ცოტა ჩადიოდა ხოლმე. ხო, ეხა უბრალოდ პროცესი ვერ გადავიღე ფიზიკურად, მაგრამ მოგიყვებით. იმიტომ რომ მუშაობთ ორივე ერთად და ძალიან ისეთი შრომატევად საქმე იყო. სისტემიდან ამოვიღეთ დაახლოებით 15 ლიტრი წყალნარევის საწვავი. მთელი ბაკი გავასუფთავეთ, ამოვწმინეთ აბსოლუტურად. ასევე წინ მოხსენით ინჟექტორები თავის ეგრეთ წოდებული რეიკიანად. ასევე გავწმინდეთ ინჟექტორები, იმიტომ რომ ინჟექტორების სეტკის უკან იყო ძალიან ბევრი წყალი. ეხლა ვერ გადავიღე, მაგრამ დამიჯერეთ ეგრევე, ვინმეს ვიგებ პრობლემა შეგრებათ, იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში უნდა დაცალოთ სისტემა საწვავისგან. დაცალოთ ბაკი. შემდეგ საწვავის წინა იმიდან შესაშურებელიდან ჰაერის კომპრესორით ფილტრიდანაც გამოვიტანეთ საწვავი წყალნარევის საწვავი. ეგაც ცალკე გადავუყარეთ. შემდეგ მოხსენით ინჟექტორები თავის რეიკიანად და ყველა ინჟექტორის სათითაოდ გავწმინდეთ და დავცალეთ წყლისგან. ყველა ინჟექტორში იყო წყალი შეგიძლია. შეიძლება დავქილიყო ეგრე, მაგრამ მაინც თავია პრობლემები ექნებოდა, არ ვიცი, ჯერ არ დავკოკი, არ ვიცი. მოკლედ ეს ყველაფერი გავაკეთეთ. ეხლა მივდივარ მე-3 თუ მე-4 პარტიით, მე რამდენი საწვავი მოგვიყვება მანქანასთან, არ ვიცი. როგორც თქვენ ხოლმე fingers crossed, და თითები გადაჯვარიდებულია. არ ვიცი. ფაქტია რომ ისე რომ დაიქოქა იყო სასწაული და ისე რომ დაიქოქა და რომ გაიარა, ეგ იყო მეორე სასწაული ერთად. საერთოდ როგორ მოახერხა, არ ვიცი. ამიტომ ეხლა წესით უკვე უნდა იყოს არასასწაული, არამედ ნორმალური დაკოქვა. ეხლა ვერ გაფრინდება და 400 თვერივლის გასაგებია, იმიტომ რაღაცა მილიონი სერვისი აქვს გასაკეთებელი, ყველა მხრიდან ზეთიკას ამ შემდეგ ბოლიში რაღაცა, მაგრამ წესით უნდა დაიქოქოს. ისეთი პერებოის აღარ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ საწვავის შევასხავთ წყლის და საწვავის ნაცვლად.
კაი უნდა იყოს. საერთოდ როგორ არ ჰიდროუდაი როგორ არ აიკიდა ეგაც მაგარი გასაკვირია. ან საერთოდ როგორ დაიკოკა ეგაც მაგარი გასაკვირია. მოკლედ ბევრი გასაკვირი რაღაცები იყო, მაგას მე გავარკვევთ რაღაცა როგორ მოხდა. წავედი საწვავი, ავიღე, წავედი და იმედია რომ დაიკოკება. მივალეს ჩიკეთ. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ისოდეთ. წავედი. აბა. დავატრიალო? აბა. როგორია? ფოტოფოტები აქვს კიდე. არა, მეუბნებოდ ფოტოსია. მე რაღაცა ვაბინა ჩაქებს რომ მგონი. მოდენო დაბლაიჯერს აბაროთ. აბა რას ვაკეთებ ვინიცით? დადის ხალხო, დადის ოღონდ სადმე უნდა გავაჩერო ხა ეს მანქანა რომ სახლამდე როგორ დავიყვანო მოვიფიქრო. თავისით მიდის ბიჭო. სადმე თუ არ ჩავხრი ისევ. ეხლა მინდა კაი საპარკინგი ადგილი, იმიტომ რომ ზადნი არ მაქვს. სად გავაჩერო მეც არ ვიცი. აი ამ სადმე უნდა გავადგილე, წავედი. თან უბრალოდ არა გვაქვს. აი აქ შეიძლება, აი. ეხა, ნახეთ ხო? ვები მოვახდინეთ. მანქანის ძრავი არის მწყობში ხალხო. ეს არის უკვე ძალიან სერიოზული მიღწევა. ეხა მივალდა და განახებთ, თუ არ გეჯერათ დავკუქამ. მაცადეთ. აბა ნახეთ ეხა, რა გავაკეთო. თქვენ თუ იზათ აბა ასე. ნუ იზავთ თქვენ ასე? ვერ იზავთ. ასე თუ იზავთ? ეხა რაღაცეები მოსწესრიგებელია, მაგებს ნელა-ნელა მივხედავთ. ცოტა თახთახებს ისევ, თუმცა ანუ მოკლედ სპლისკის სისტემა არის გასაწმენდი, ინჟექტორები, ბაკია შესაძლებელი და ამავდროულად მაგებს ვერიანტი ყველაფერს გეტყვით დეტალურად. დღევანდელი ვოიაჟი იყო. ეხა უკან ევაკუატორით წავიყვან სახლამდე, იმიტომ რომ ყველა მხრიდან გაზდის ყველაფერს ზეთი საერთოდ რაც კი რამე შეიძლება იყოს, ხო და ამიტომ რჩევია გადავიყვანო. ევაკუატორით სახლად. მე გავარკვიო, ვისთან შეიძლება მივუყვანო ამ საკითხებზე, იმიტომ რომ ჰიდრავლიკიდან გაზდის, ძრავიდან გაზდის, მე მგონი გადაცემოთკოლობიდანაც გაზდის და გავარკვო მაგ ყველაფერს და მე მივალ ისეთ სახელოსნოში, სადაც მაგ ყველაფერს მეტნაკლებად გავაკეთებინებ და მოვაწესრიგებინებ. მთავარი არის დადის 5 წლის დგომის შემდეგ, მე წყალზე დაქოქვის შემდეგ, წყალი იყო მანქანაში, კი ნახეთ. დაიკოკა და ჩვეულებრივად დადის კიდე. ეხა ინჟექტორებს უნდა მიხედვა, ბენზონასოსი არის შესაძლებელი, ბაკი მაქვს შესაძლებელი, ერთი რაღაცა ABS-ის ვაკუუმის ტრუბკა არის, რომელიც აუცილებლად შესაძლებელი არ მოგწონს, დანარჩენი რაღაცები გამოწერილი მაქვს, დეტონაციის დატჩიკები გვინდა, ეგაც კიდე დააწყნარებს ყველაფერს აქ მუშაობას. და ეგ არის რა, პრინციპში ახლა. მეტი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერაფერი. მე გამექანიკება და ვიზუალური ნაწილები და შემდეგ ნელა-ნელა წამოგვეწევა. ჯერ ტექნიკურად უნდა გაიმართოს ყველაფერი, ძრავი ბოლომდე, თავის ბაკიან ბენზონასოსიან ინჟექტორებიანად, მე გადაცემათა კოლოფს მიეხედოს და მე გადავალთ უკვე ვიზუალურ ნაწილებს. სხვათა შორის ნომრები მივაყენე და აბა მოუხდა თუ არა მე თქვენ მითხარით. ეგ ნომრები აღებული მქონდა და არ მეყენა სპეციალურად არ ვაყენებდი მანქანაზე. ესეთ დღეში როა ჯერ არ დავაყენებ, გაიმართოს და მე თქვა. კაი, ველოდები ხა ევაკუატორს და წავალ უკან დავაბრუნებ თავის ადგილას.
მემზადები სასიკვდილო ილეთისთვის. 22 წასვლა და თავის თუ მოვაქამდე, ნახოთ. იქ ადიმეთ გამოსტრიალებელი, იქ მოვატრიალებ. დავით. სასიკვდილო ილეთი მეორედ ჩატარებულია წარმატებით. აღმოაჩინა გნომ ზადნიც გვაქვს. უბრალოდ ისე ვაგდებ დიჩქარებს იქ ვერ ვიგებდი რომელი იყო ზადნი, რომელი ნეიტრალი და რომელი დე, ამიტომ მე რომ მეგონა ნეიტრალში მქონდა, სინამდვილეში დეში მქონდა და მაგით მივხვდი რომ ნეიტრალის ზევით იქნებოდა ალბათ ზადნი. შესაბამისად ზადნიც გვაქვს. კადრები გადავიღე. წავედით. მოკლედ ახლა ვიყავი ამ ბოლში. BMW-ს ვიყიდე Z-ი 540 Shell-ის. ეხლა ამ მანქანაში ხარ შემიწვია ჯერ Z-ი უნდა შევცვალო და იდეაში ისეთი Z-ი მინდა რომელიც კარგად გამოწმინავს. აი რამდენიმე შეცვლა დაჭირდება მალ-მალე რა 1000 კილომეტრებს და რაღაცებს არ გავატარებ, იმიტომ რომ შეგინთ რა Z-ი იდგა და რამდენი ხანი იდგა და რა შენ არავინ არ იცის, ამიტომ ეხლა დავიწყებთ Shell-ის Z-ით გამორეცხვას. ხოცის კაი Z-ია, ზოგადად Shell-ის კარგი Z-ები აქვს. ცოტა ჭამისკენ მიდრეკილია ხოლმე, მაგრამ ამიცი ხარ. რა და როგორ იქნება, გამოჩნდება, რა მინდა ვთქვა, ანუ ეს Z-ი ვიყიდე 25 ლარად 1 ლიტრი. ანუ ამ ბოლოს აქ ესეთი რაღაცა გააკეთეს outlet გარაჟი მოხდეს ბჭყალებში, Facebook ჯგუფია დავდები ხა. ვიდეოს აღწერაშიც იმას ვქვია links და ვისაც დაგჭირდება ჩედით და რაღაცა outlet-ები მონარჩენები რაც აქვს, იაფად კიდიან ხოლმე. ზუსტად ეგრე ვიყიდე მეც იაფად, ანუ ეს საშვება, კიდე რომ დამართლა, მაგრამ არა უშავს
გადავრჩით. ხო და ანუ აუთლეტში რაცა თითქმის ნახევარ-ფასში ვიყიდა და ახლა 50 ლარი გირს 1 ლიტრი ისე. ისეც რა სხვაგანაც რომ ნახოთ ძვირიანი ზეთი 25 ლარი არის დარგის რა. შესაბამისად გამოვქანდი და 8 ლიტრი ზეთი ჩავიგდე მანქანაში. კარგი ზეთია BMW-ს დაშვებაც აქვს long life 01. არ ვიცი ამ რაღაცა კუკუჯინით რო ინდელ BMW-ს რომელი დაშვება ჭირდება ჩემსას. მაგრამ რაც ვნახე 1040-ს ასხავენ, 540-ს ασხავენ, 2050-ს ασხავენ, 2060-ს ასხავენ, არ ვიცი, მოკლედ მრავალ დაშვებაზეც ასხავენ შიგნით. მე გადავწყვიტე რომ 540-ით წავიდე. ისეთია რა, არ წოწოს და არ ჩამოწ. არ ძალიან თხელია, არ ძალიან სქელია. ტემპერატურულ რეჟიმსაც ჩვენი ქვეყნის პირობებში კარგად მიისდევს ყველა ტემპერატურულ რეჟიმს და მე მგონი ნორმალურად უნდა იმუშაოს რა, გამოჩნდება მოკლედ. ჯერ მივიდე ზეთის შეცვლამდე და მაგას შავათხლიშავ შიგნით და მე კიდე რამდენჯერმე მოვუწევს გამოთხლეშვა ისე. კაი, მე განახებთ ახლოდანაც როგორ გამოიყურება ეგ ზეთი. წავედი ახლა სხვა რაღაცეებზე. მანამდე კიდე გეტყვით რომ ანუ ახლა ამ ეტაპზე ჯერჯერობით გაჩერებულია პროცესი მანქანაზე და ვერაფერს ვერ ვიღებ. იმიტომ რომ ველოდები ნაწილებს, რომელიც ჩამოვა დაახლოებით 2-3 კვირაში და გამოწერილი მაქვს ტონე ნაწილები. ეხლა აქ თქვენ რომ ვილაპარაკო რომ ჩამოვა, მე ყველაფერს განახებთ, რეები გამოვიწერე, რატო გამოვიწერე, საიდან გამოვიწერე, რა დაჯდა და ამ შემდეგ. მაგებს ყველაფერს აგიხსნით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გამოწერილი და ველოდები ახლა ყველაფრის ჩამოსვლას ნელ-ნელა და რო ჩამოვა ეს ყველაფერი, მე უნდა დავიწყო ამ ყველაფრის მანქანაზე ეგრეთ წოდებული აზბორვა და ნახოთ მერე საბოლოოდ რა შედეგებამდე მივად. წესით ის პრობლემები რაც ახლა აქვს მანქანას, ეგ პრობლემები უნდა მოგვარდეს. ნუ მოკლედ ნახოთ. ეგ არის. აი, წავედი აბა დროებით. ასე გამოიყურება ჩვენი ზეთუკა. აი. შელია Helix-ი Ultra. აი, ჩავდები ხა მანქანაში და რომოვანის ზეთის შეცვლის და შევცვლი. რაოდენობა ჭირდება 7.9-7.6 ლიტრი. ან ბოლომდე არ მიდის, მაგრამ ნუ აი უნდა იყოს რა. შეიძლება ოდნავ დარჩი რამდენიმე 100 გრამი მაქსიმум. დაუპროექტი და 2 დღე 3 დღე არ გამიდოქია. გასაკო თავისთვის. ხატყლად. ნაკნეთი ამ მანქანამ. ცოტა დაბალი გაზით აღარ დაიჭიროს კაცო, რამდენი ხანია. დგას და არ იქოქება. ვინაიდან და რადგანაც არ მაქვს ბაკის კრიშკა, ეს მოვიფიქრე. ეს დამშევიდეს წყალი. ყოველ შემთხვევაში ეხადა. რამდენიმე დღეში უნდა ჩამოვიდეს და მე დავაყენებ რა თქმა უნდა. ახალი გამოვიწერე. აქ ვერ ნახე არ კიდევ მას. კაი, წავედი. გამივიდა რაღაცა ნაწილები, ეხლა ქარი არ ვიცი რამდენად კარგად ისმის, ან ცუდად ისმის. მე განახებთ ყველაფერს რა არის და როგორ არის. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთო, აი რომ ბაკის კრიშკა დავაყენო. ასე გამოიყურება ჩვენი ახალი ბაკის კრიშკა. ასე გამოიყურება ბაკი. ეხლა ეს უნდა გავხსნა და ამისაცოდ დავაყენო ბაკის კრიშკა, რომ წყალი აღარ ჩამოვიდეს შიგნით. წავედით. პირველად ვაღებ ამას, აბა ნახოთ შიგნით რამე. გარდა ხრიოკისა ამ ეტაპზე შიგნით ვერაფერსაც ვერ ვხედავ. მაგას ამოწმინდა ხა და ჩაუშვებ შიგნით ბაკის კრიშკას. პირველი ახალი ნაწილი. ნუ პირველი არ არის, ამერიკიდან ჩამოსული პირველი ახალი ნაწილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია წყალი არ ჩაგვივიდეს შიგნით, დარჩენს ეშველება. კაი, წავედი ხო სხვა რაღაცეებს. და ეს ყველაფერი არაა, რაღაცა ნაწილები კიდე გზაშია. რო ჩამოვე, მე მაგიებსაც განახებთ რეებია. მე ერთად მოკრივო ყველაფერს და არ ვიცი. მინდა რომ მე გავაკეთო, მაგრამ აი დრო არც იამა არ მაქვს, არც პადიონიკი, არც არაფერი რამდენად გამომივა. არ ვიცი. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული. ან მე გავაკეთებ, ან ვიღაცები მირჩიეს, ვინც ამ მანქანებზე მუშაობენ და წავალ იქ და იმათ გავაკეთებინებ რა. წინასწარ ბოდიშს მოგიხდით, თუ მე ვერ გავაკეთე რა უხრა, ყველაფერი მე არ გამომდის. ფიზიკურად დროის და რესურსის არარსებობის გამო. აი. დავიწყეთ. ესე იგი, რამოდენიმე დღის შესვენების შემდეგ, კვირეების დავიწყოთ ახლა ამ მანქანის გაცოცხლების შემდეგი სერია, რადგან ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის და რა განახებთ, რატომაც არა. ეს არის მექანიკური გადაცემათა კოლოფის მოწყობილობა. ეს არის გადაცემა უკანა ბატონი ტექნიკური დირექტორის აქ არის. აკო, კარდანი როგორ იქნება მართებულად რომ მოვიხსენიო? ხო.
ძალიან თული დავალება მოგეცი? ეხლა გაგიხსნით რა ხდება, მოვედით. ვიკრიბებით ჯერ და ანუ ბექებს განახებთ ეხლა. როგორ ვიწყებთ ხოლმე, გამზადებულები ვართ. ოღონდ აი ეს რა თქმა უნდა, ეხლა მარგე დახვდა მოუმზადებელი. მანქანა არის დაკეტილი და არ არის გახსნილი. ეხლა ეს მანქანა უნდა გადავაგოროთ გარაჟში, რომ უფრო ესეთ შედარებით ცივილურ პირობებში დავიწყოთ რაღაცების კეთება. მოკლედ ეხლა ჯერ მოვგვარდებით აქ, რომ რამენაირად ეს უნდა ჩავაბათ, აი წინ დატოვებულიც აქ საბუქსირე. ხო, ვინც ამ ვიდეოს კიდე პირველად უყურებთ, გეტყვით, რომ ეს მანქანა არის მე-7 სერია E32 ძარა. ნომრითაც მიხვდებით, რომ არის 4 ლიტრიანი ძრავი დგას ამაში, ვერვა ტიპის, რომელიც ეს მანქანა არის ბატონი გიორგისი, მარგეთ წოდებულის და ამ მანქანის გაცოცხლება არის საჭირო რა. პირველ რიგში გაცოცხლება რა გარემოში, რომ მანქანა დადისო რთულია თქვა, მაგრამ დაახლოებით 3 წელია, ანუ ესე გდია და სერვისი ჭირდება ელემენტარულად რა. ჯერ სანამ ინტერიერს და ასე შემდეგ უფრო მსგავს დიტეილინგს მივხედავთ, როგორც ეძახიან, ჯერ გჭირდება, რა საკეთებ? აბა ეგრე შეიძლება? ამაში ვერ მატრიალება გასაგებია. ბუჭო, VD40-იან რაღაცა მიასხი, წვიმს, ეს გამხმარი იქნება 27 წლის მანქანა. რათ არის ეგეთი? აკოძია. იქეთ ის არის. რა არტრიალებს? რა ვერ ვატრიალებო და. ესე აღებს? კეტავს ალბათ აქ. რა ვიში ასხას მაინც იქნება რაღაცა. ხო, აი. ხო, და ძრავი არის 4 ლიტრი. ხო, 4 ליטრია, თუ 4 და 4. 4 და 0, ხო. ძრავია, რომელიც დასასერვისებელია, რაღაც წვრილმანი დეტალები, ელემენტები არის შესაძლებელი. ელემენტები, ანუ ძრავის ელემენტები. და ამის განხორციელებას ვაპირებ ზუსტად ეხლა, რომ მანქანა იყოს დადიოდეს. რაღაც ძალიან ბევრი ლაპარაკეთ. წავედით ეხლა ვნახოთ შემდეგი რა ხდება. ულალა. როტო? აი დენი უნდა თითქოს რა. რა Land Rover-ია ბიჭო. მე არ ვიცი, აბა მექანიკური თქოა. ხო, ცოტა ძიგძიგებს. იცი აბა როგორ დავწერო. აი. იგივე ტრაბო. ოდნავადის ჩადის. ეგ ამას ვაწერე. ხო. ნუ გაიჭიდა უშავს. აი მანქანა რო არ გიშვებს. რატო დამაგდე ესეო და 5 and 7 series BMW is when the battery's completely dead, completely flat. როცა ელემენტი მოკვდება, მერე აღარ იღება. აი ნახავს მოკლედ გააღებს რამენაირად. მოკლედ, გავაღეთ, ოღონდ სხვანაირად დომებია. ამას, ოღონდ რა მე-7 სერიაზე ესია. ამას გამოწევ და აქ დროს უნდა გადაატრიალო და მერე ამოდის. აჰა, მოვაბით ახლა ესე. მაგრამ მე აი მის ამჯერა. ეს რაღაც მაიმუნოგვარო არის იქ დამატება. აჰა, ნიკალა საჭესთან არის, წავედით. საინტერესო ის არის, რომ მანქანა ვერ მოვატრიალებ და გავყვებით ზემოთ და იქიდან ჩამოვიდეთ. ჯიგრი ყაურმა, იყავი ხა კავშირზე, რავი, რამე რო დაგჭირდეს. აი რაცია უნდა წამოგვმომა. რაცი არა ხარ თქო? ეს რები გაქვს შევჭამოთ? ჭამე. არ მინდა. დავე გააყრევინე ეს ცხვირი. სამი დღის შემდეგ. შუშა არ გეწევა?
აი ესე მივგორდით გარაჟამდე ძლივს მოვახციეთ. ნიკა, მარგი მანქანა გადმოდის გასაღებს ალავს. ორი წამით გადადეს გასაღები მიაქ, აი მაცადე იქნება რამე. იქნება რამე. აი ადამიანი, კაცი ძმაო, შეხედე? ჩატოვებული გასაღები, წალი დაჯექი იკატავე. იპარავე, სად მიყავ. ეს სარდი, აი ეს არის გამანქანა, გასაყვანია და გასაღებია. გასაღები ფიჭო გავწევ უკან გარეთ ჩემო უკან. მარგეს უნდა რომ პირველი 27 დაქოქო გადავიღო. ცივი დაქოქა. ცივი დაქოქა? აა, პირველი დაქოქო. წყალი ჩაგდის კიდე? Всё. Может, დარაფერი არ ჩამდის. კრიშკა დაუყენებია. ორიგინალია. მოდი მე დაგიერთებ რომ რაღაცა გაითხრა სახეში. მოდი დაიკიდე ეს პოსტა და რომ გადავუკრო. რაღაც დავიჭირე. ბიჭო არ გადავარდეს. უკრიდან გადაიდი, ოკო. დუგუ იქ. ბიჭო, ჯერ ზაჟიგანია უნდა გადავიყვაზე არა. დავე გახსენი, გავხსენი. გახსნილია. აი. ენა ბიჭო, ვეონე მაცადე მივიდე. მიდი ჰა. ბენზინმა შემომასხა იმდენისა. ავარიულები გიმუშავებს. გამიში უკან გავალო. წავიდა უკან. აკო, რა კაი რაღაცა ხელთათმანები გააძრო სამუშაოდ. ანუ იმაზე სტროპაზე და ჯალამბარზე თრევის დროს რო არ დაიზიანო. აკო, რა მიეცი ამაში? ძალიან კაი ხელთათმანია. ზვირია? ანუ რეკომენდაციას. ეგ არის ავსტრალიის safety ხელთათმანი. ავსტრალიიდან არის, რა პატივია. დავდებ და შემოვაგდებ მანქანა. მადლობა აკო. გო ეს ხარში მოიცა მარგე, უკან ხო არ წამოხვალა სწორად შეხვალ მე. ამოვიღებ ხა ამის ნაწილებს, რაც არის უკვე მომარაგებული. განახებთ და მაგის მიხედვით დავუყოლავთ მე როგორ დავშვებ. გავაკეთე ჩემ ბუქსის ახლოს. ო, აი ეს შემოვიყვანეთ დავაყენეთ. ямაც გვაქვს. წამო. ო, ნაწილებს რაც შეეხება, რას დღეს უნდა შეიცვალოს. ალაგია ყველაფერი, აუ იხალა გუბეში ჩაარტყი, მარგენ დისკი აქვს გაყუნული. შენ დავალაგო ყველაფერი და მე დავამბობ. კაი, მოკლედ ყველაფერს ამოვიღებ, დავალაგებ და მე განახებ. აი ეს გახსნებიც გადავიღოთ, აი დავიწყოთ ჰიდრაულიკის შლანგი. ახაც იქნება. ანუ ესე იგი რო ვთქვა, თან რო ავხსნა. თუ მე ავხსნა, თუ ეხა ავხსნათ. რავი, აი რასაც ხსნის ამილია ჰიდრაულიკის ნაწილში აგიხსნათ. ჰიდრაულიკის ნაწილში წინა სულ 3 ეგრეთ წოდებული შლანგი და 3 შლანგი გამოწერილია. რომელს გასდის არ ვიცი, მაგრამ 3-ვე ვსვლით. იმიტომ რომ არის კუკუჯინის დროინდელი. ტოჩკა. კუკუჯინი. ხო ასხავს, ოდაქოქო ასხავს. ასხავს ცლის ეგრევე 1 ლიტრა ჩავასხი და ერთ გადაყრაში დაცალა. თუმცა კარგი ისაა რომ ნასოს ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან ბილი რული ქონდა. პროდუქტ არა ეგეთი ბილი. სანამ დაცის და მე უკვე გერმანული ტექნოლოგიებია, მაგრამ ის არის მაინც რო გაასხავს რა ვარიანტები ხდება. თუ ყველა ვარიანტი უნდა. ია ბეჭეზე დაგვაგდო ნიკალა. ესეთ ამბობ გახსოვს. აი ეს ძრავის ზედამხარეზე დასკოჩილი რაღაცები იყო, ახლებია. ახალი იმის თანახმად. სადაც ჩდება ბონზუხამერი. ეს აღარ გვინდა. ეს აღარ გვინდა. ეს სოჩების ის იქნება. არა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ მანქანისთვის, კერძოდ ბეზონასოსი.
ბაქშის უნდა ეს არის ჩავუზრიდო. CV კოლექტორის. ეს არის CV კოლექტორის წინა და უკანა პრაკლატკები, რომელიც უნდა ამოვიღოთ და დაყენების პერიოდში დააყენოთ. ეს არის ბოლტი კარტერის თავისი ახალი შაიბით, რომელიც ეს არის ტემპერატურის სენსორი, რომელიც არის ზაპასად, იმიტომ თავისები აყენია და ჯერჯერობით მუშაობს. ახალი სვეჩები, ალების სანთლები. ალების სანთლები, ბენზონაცოსი, დელფი, ამ მანქანაზე უბედურებადი გასტა. არა, კიდე მაქვს. ეგ მეორე სენსორია ტემპერატურის, რომელიც ასევე ეგრეთ წოდებულ ზაპასად ხო? დრაივერი ზაპასი გვაქვს. ეს არის კონდიციონერის რემენი, რომელსაც ჯერ არ დავაყენებთ, ღვედი, რომელსაც ჯერ არ დავაყენებთ, არა საჭირო. ეს ენი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები და ყველაზე ძვირიანი მთელ ამსეთში, ეს არის დეტონაციის სენსორი, ბოშები, ორიგინალი, აგერ არის კიდე რაღა მანდრის სენსორი აქვს ხო ეს ტაჩი კი უნდა გეთქვა. ეს ის არის. აურია ტაიმლაპსი. გოდიში ეს კალენვალია. ეს არის კალენვალის. კალენვალი და ის როგორაა ეს არ ვიცი, ნიკალო. უხლალილვი. და მეორე კიდე. მეორე წეგან კარდანზე გავიჭედეთ ხო? კალენვალი და დრაივ შაფტი ქართულად. მოკლედ კალენვალი და რასპედონი გვაქვს, ოღონდ ამებს არ ვაყენებთ, ესენი არის ბაიოე ზაპასი, თუ დაგჭირდება. გადმოვედით ეს მეორე ოთხში. ეს რო ეს არის წყლის ეგრეთ წოდებული რაშელიწენი ბაშობის გამოფართოებელი ბიჭო ხელი გააჩერე ესე დავსდე აი ესე რომ დამანახე რომ გადავიდე ესენი აუცილებლად ეს თქვი რა ახსენ დეტალები ანუ ეს წნევას იკავებს და დიახ, მეგობრებო. ახალ ძრავებზეც ძალიან მნიშვნელოვანია ამის შეცვლა რა თუ გინდა წყლის სისტემა მქონდეთ წნევიანი წყლები დამატებული რა ავზი მაჰლეს ორიგინალი ბენზინის ფილტრი 2 ცალი 1-2 რომელიც შესაძლებელია აუცილებლად იმიტომ რომ როგორც ის გამანქანაში იდგა წყალი და მანქანა არიქოქებდა და აქ არის ის განარჩენი 2 დეტონაციის სენსორი. ეს თელი მანქანა დაყრდნობილია ამ დეტონაციაზე და ეს უკვე თვითონ უშუალოდ CV კოლექტორის ძირითადი შემშვები კოლექტორი იმიტომ რომ სარცხელზე ხელი გადის და ცივი შემოდის ზევით არის ცივი შემშვები შეძახები. გამშვები აი კი ბატონო, შემშვების ძირითადი შუასადებები. ხო ტოჩკა ეს არის. ასევე გვაქვს შიგნით ზეთი 8 ლიტრი, შელი 540, ზეთის ფილტრს მოვიტან, ჰაერის ფილტრს მოვიტან და ეგა იდეაში ამ ყველაფერს რო გავაკეთებთ, მანქანამ წესით სტაბილურად უნდა იმუშაოს. შელმა ფული მოგცა? ჰა? ფული მოგცა შელმა? არავის არაფერი არ მოვუწია, ამ ბოლში ვიყიდე. ზეთი გვაქვს 5 ლიტრი. ნახე, ამ ბოლში ვიყიდე, შელი საუკეთესო. ფასდაკლებით, რასაც ვიძახი ამ ვიდეოში წინა იმაში, ის რო აქვს აუთლეტ ჯგუფი რო აქვს იქედოთ და ვიყიდე თითქმის ნახევარ ფასად. Facebook-ის გვერდი Facebook-ის. აი, ეს ყველაფერი ლამაზია მაგრამ საქმე, ეს გამბიანი კომპონენტი დეტონაციის დაჭკების არის. 1000 ევრო მაქვს ამაში გადახდილი. რა? 1000 ევრო მაქვს ამაში გადახდილი. რაღაცა ინტერესო თქვა. წეღა $1000 ეს არის? რა არისო? კოლოფის გადამყვანი? გადამყვანი თავის მახავიკით. ო, მაგარია თო. აუხსნათ, მე ხარ გამიხსნია. ვიდეო რომ იტანა. 1000 ზედა ხარ შია საჭმელი არა გქონდა რა აი, დოუ. აქ ისა ელესები. ოპა, დოუ, ეს მომძია რა არის. ეთქობა $1000 და $500 შეფუთვაში წავიდა. პოლონური ფირმა არის ის motorsport-ი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რომელიც აკეთებს ამ გადამყვანებს, როიცოდეთ ინვესტიციად. ყველა პატროლებსაც მიდის პატროლებისთვისაც აქვს მათ შორის, ამისთვისაც აქვს, ეს არის ამ ძრავზე, რომ დადგეს დიზელის 6-იანი, ანუ 6 წინი უკან გადაცემათა კოლოფი. კონკრეტულად კოდითა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს არის 330 დიზელის. 530 დიზელს ხონა. შენ კოლოფი ხო ნაყიდი გაქვს უკვე? კი, მაგრამ ანუ ყველაფერი ახლა ყველაფერი არის, პედლებიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. რული თუ საჭე. მოვშევერე. ვა რა მაგარია. ეს მახავი. ეგ არის მახავიკი და ეს არის გადამყვანი პლეიტი. და ეს კიდე თავისი ვა ის მაცენტრებელი ღებზიც რო აქვს. ანუ
ეს არის ალუმინი. ძრავზე მით. ეგ კოლოფზე მიდგეს. ეგ არის კოლოფი. და M57-იან, ის არის. ხო. 24 წელს არის გამოშვებული, ძველია, ბრატ. ხო, ნამუშევარი. ეს გახმებოდა. აი, გადაო, აი, ამ ტრანსპორტირებიანა? კი, ყველაფერი, გამბაჟებია. ძიმე არის და ეგ შეიძლება. გეთახავით, ავტომატიკა ჯობდა დაეტოვა. Всё? всё. დავყოთ ახლა. ამაში რა არის? ამაში თავის ბოლტებია. ბორტებიცა გვაქვს. აი, ამას მოდი ახლა და ხო, ეს არ დავაძიალოთ. ჩაღლაბუცი წავიდა მუშაობა. აბა ამოდონ ახალი ნაწილები გინახნია? ამოტოლა. კაი, დავიწყებთ ახლა ნელ-ნელა, ავა, დავიწყოთ საიდანვე ამდენ რაღაცებია გასაკეთებელი. მოვასწრებთ დღეს? უნდა მოვაწოთ, იმიტომ რომ ეს მანქანა უკან არის დასაყვანი და ის Mercedes-ი შემოსაყვანი. აი, ერთი ყუთი დაგვაკეთე და სადაც იდო ის აქ ბიჭო, მნიშვნელოვანი ნაწილებია, მარტო პროპელერი არა. აქ არის პროპელერი. მე ამას ველოდებოდი, იმიტომ რომ მანქანას გაგრილება არა. არა მარტო ეგ არის აქ სამიჯერი, ნიკოლაუს არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ავხსნით. ეს უნდა იყოს რა, ვიცი? ვაიკო რა არის? იმიტომ რომ მნიშვნელოვანი კიდე მაგ რაღაცა, ეს იქნება გიდრო. ერთი გიდრომუხტაა და ერთი არის სხვა ნაწილი და. ხო, აი ახლა მივედით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის PVC ვალვი, რომელიც დგას შემშვებ კოლექტორზე შენ როგორ დავიკოლექტირე. ანუ კარტერის გაზების მაგას вообще ხო იყო ადრე ვენტილაციის გაუქმების მიმართულება მაქვს. მაგისი სამივე რეგიონი ერთი ნაწილის არის? ორივე მხრიდან შედის გამოდის და ეგ არის შუა ტრუკა ეს შენ მანქანაზე რო ვაუქმდით გახსოვს, ამასო ჯართი ყავდა. არა, ეგ ერი. ეგერი. მოდია. ეს გახსოვს უკვე მუსტა. ეს არის მუსტა. თეთრია. ახალი მუსტა. ანუ ეს არის მუსტას ეძახიან, რატო არის მუსტა, არ ვიცი. მუსტა იმიტომ რომ ტემპერატურის მიმართ. ხო, შეგით არის ზეთი და ტემპერატურის მიხედვით მოჭიდება იღებს და ამაზე აყენია აი ეს პროპელერი და იწყებს ბრუნვას. კი ბატონო, მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ის, რომ ძირითადად ამ ძრავებზე უყვართ ხოლმე გადაკეთება ელექტროზე, მაგრამ არ მირჩიეს ამ ძრავის სპეციალისტებმა და ისაც ამ მანქანით გაზავებას არ მოპირა. უბრალოდ პირველ და მეორეში დავაძაღლო ხოლმე გავამექანიკე. მაგას ესაც ეყოფა. ხო, და ამიტომ ჩამოვიტანე ქართული მუფტა და პროპელერი. მაგარია. აჰა. აი, ახლა მართლა დავიწყე. აი, ეხლა როგორ ვიყოფით, აბა? გაესამესა გადის ესა? ხო, ესე იგი რახან საქმეს ნიკოლაუსა გვეუბნებოდა თქვენ თვითო, აგერ არის განთავსებული ძირითადი რა ქვია ამას, რელე კი არა და დამცველები. აქ ყუთი აწერია რომელი დამცველი ისი არის. ეხლა ჩვენი ამოცანა არის რომ ამოვიღოთ ბენზინის ტუმბოს, საწოვის ტუმბოს დამცველი, დავქოქოთ მანქანა რომ ეგრეთ წოდებული რეიკებიდან დაიცალოს საწოვი რომ მე შეგინთ არ ვიწუწავოთ, იმიტომ რომ ეგენი ყველაფერი უნდა აუ, ყველაფერი უნდა შევცვალოთ. რაღაცნაირად იმ ნაწილებით. რომელია ეგა? ვიპოვი შენ, კაი ბიჭი ხარ, ნიკოლა ამასობაში. 23-24 უნდა ამოვიღოთ. ამასობაში ნიკოლა მიადგა, ყველაფერი დასაშლელია. მოდი ანახე 1992 წელს გამოშვებული მანქანის მცველების ყუთი როგორ სუფთად გამოიყურება. ყველაფერს თავის ნომრები აქვს, აქ ყველაფერს თავის ნომრები აქვს. ესაც აქვს. აბსოლუტურად ყველაფერია. მანქანებს როცა აწყობდნენო ეგრეთ და так, 23, ანუ ესა. აბა ტყუილია, გინახნია ეგეთი ახლა. ო, ნივაში რომ მეტალი მაგარი იყო ადრე აი. რა ვიცი? აი, ესე იგი ახლა ხსნით რეიკის ბოლტებს, რომ რეიკ ამოვიღოთ, ინჟექტორები ამოვიღოთ და ინჟექტორები წავიღოთ მერე გასაწმენდად. აი ეს გამოიყურება აქეთ მხარე. ხსნა ახლა. ოი ჩახსნილი. დაბინები, ანაგრად უნდა ავუწო. შენ გენაცვალე. აი დავალაგე მე თავზე ნახე და აქეთ შენ გავუშვი. ო, მანქანა არ დამიხაზდი ხო? რა კაია რომ ეგეთი მანქანა. აი ინჟექტორები უნდა წამოვწიოთო. აბა წამოვწიე ინჟექტორები. მოიცადე, ეს როგორ არის ვაფშე? ბიჭო, ინჟექტორების წამოსაწევად გვინდა ეხა ჩვენ მარტივად რო ვქნათ, ვანო როგორ საქნა. აი დაახლოებით. ვანო? ხო. ვინ არის ვანო? ასე იქითანაც. წამოვწიეთ.
და ის და ამოწევა თუ საჭოა გეთქვა და მოვხაჩი. ბენზინი გამდის. აუშავს დავლა დაიქცევა. მედი პირი. რა გადაჭილი ბლათლიგინა პლასტმასში. წავიღო ეხა. ვინ არის ვანო გას დავინტეგრირდით? ვის თანაც ყავდა ვინც დამიკოქა ეს. მე ამოიღე მაგაცო. აქ ავისა რა ქვია ეს უკუკლაპანის არ მოხსნა? აჰა მოხსენი აქედან. საკომოდიში. ახლა ბენზინს მოგროვებს ბაო. ის მოხსნათ ხო რომ მე ინჟექტორები ჩავხსნათ. მოხსენი უკვე აქ ნაკოდა. მოხსენი? მაშინ ავწიოთ ეს რა. აბა ინჟექტორებს როგორ? არა ბიჭო აი აქ ქვეშა გაქვს კიდე ერთი საერთოდ. ეგრე რომ წავიღოთ ლიანად. წავუგოთ მოშერე იგიანად. მაინც უნდა მოხსნას კაცო ღადაო. ანუ სტენდზე ინდივიდუალურად იდგმევა. აკო მანდა შიგიანი იქნება სავარაუდო. აი ნახე. აი აგერა, აი ხედა. აჰა, აბა მანახე ინჟექტორები. ამპრია ყველაფერი. ერთი ბენზინი მაქვს. აი ესე გამოიყურება. უფ რა. ჩავდერი ხა 1000 ჭირნახულის ნახული მართლა. ხა, მომზადებთ ამებს გასაწმენდად, ესენი წავაშოთასთან, წავიღებ თავის სამაგრებსაც წავიღებ, რომ არ დავკარგოს. ბიჭო, რა ვიარჯობია, რომ დაიკარგოს. ნუ მუხლებზე აწყობთ. რამე ქაღალდი მაინც დაუდეთ ბიჭო. გასაწმენდია. ბიჭო, რიბიატა, დამანებთ. ესე იგი, მეგობრებო, სანამ ბიჭები დანარჩენ სამუშაოებს აკეთებენ, წავედი ახლა მე, მიმაქ ინჟექტორები გასაწმენდად, როგორც თქვით. თავარია რომ წავიდეს და ნახოთ რა მოკლედ, იმედი გვაქვს რომ წავა და გავწმინდავთ ჩვენ ინჟექტორებს, წავედი. კრუასანზე გავუშვით და ყავაზე. კროიზანტზე. და სენას სანაპიროზე ვზირვათ. პერო ხელოსნები. სასმელი ხო არ გინათო და ყავა და კრუასანი. ხო, მეგობრებო, მარგენ წაიღო ინჟექტორები შოთასთან, როგორც თქო წეღან და უნდა დატოვოს გასაწმენდად. სანამ აქ მორჩებით ჩვენ ამების ახდა, სალნიკები, საფენების, PCV ვალვია თუ რაც არის მაგის შეცვლას. მანამდე მარგეც მოვა ახალი ინჟექტორებით გაწმენდილი. მოვა. ბიჭო, რაღაცა იჭერს. ეს არაფერი არ იჭერს. ანაკენა ხო არ იჭერს. არა. რამე იქაჩება? უბა რა იჭერს? ერთამე ეს შლანგია და თავისუფალია. ეს თავისუფალია. ავა გამოატრიალე ძირი გვანახე მაგის ქვემოდან როგორ გამოიყურება. აჰა, კაც. ქაკებით აესო სავსე ისე. აი ამაზე იყო შკინა წამოსმი და იგიჭერდა. ანუ აი ეს უნდა ჩახსნათ ეხლა. ესა. მე მაგის ტრუკები ახლა. ანუ ეგ სადმიდის ნახავთ რა. აი ამაზე. ხო, ეს არის გვერდით. აი N20 ძრავზე უკვე ეს მთლიანი უნდა შეცვალო, იმიტომ რომ ეგ ზედვე აქვს ინტეგრირებული. ანუ ჯერ კიდე შემშვები მაშინ ქონდათ ამათ პლასტიკატის. ხო. აი გმილი. აშკარად რაღაცა ვერ არის. ინჟექტორები აქ სად იდგა? არა, ამაზე არ დგას. ჰა? არა, ამაზე არ დგას. ინჟექტორები ამ შემშვებში ასხავს? არა, ჯო, მან ჰაერი შედის. ინჟექტორები მაგაში ჩადის ხო და ეგ ავხადეთ რაც ინჟექტორები იყო. მეტი აღარ არის არაფერი აბა და. ხო, მართალი ხარ. ეს ხო ის პირდაპირ შეფრქვევა არ არის. ანუ იმაში ინტეიქსი ასხავს და მერე შედის ჰაერი დაისდა. აი ესენი არის შესაძლებელი. და უკვე პირდაპირ შეფრქვევაზე შიგნით აფრქვევს, უკვე უშუალოდ და ესენი შესაძლებელია ხო? ეგენი ხო ახალი გვაქვს, ნახდათ ეგენი გაითვალისწინებდა, წეღან კი მოვყევით იმდენი რაღაცა, მაგრამ ეხლა უფრო ხვდებით რა არისთვის არის. და ეს დიდებია მარტო, პატარები არ არის. აი აქ არის, აგე, კი. ხო, ანუ აი ამაში დგას ის ინჟექტორი და ჰაერთან ერთად უკვე აქ ის
ჩვენ ახლა გვინდა ცოტათი აქ გავასუფთავთ. ესენი არის სუაკეთასი, ესენი არის მაკეთანის, ხო? კაი, მოდი, შენ ეს დაიწყე, მე წავალ და იმ კოლექტორიდანვე მოვხსნი იმ PCV გვერდით არის რა. ეს ამისი არ არის. აკიდე. ეს არ არის. რაღაცა დამჭირდება. გავიყავით. ეხლა და მე ეს უნდა დავშალო, ეს უნდა მოვხსნა. აქ მინდა ვარსკვლავისებური კანჩის გასაღები. ხო ეგრეა, ეს არის კანჩის გასაღები და კანჩი არის აი ეს. კი არა და რაც იმაშვება, ხო? ხო. ეს არის კანჩის გასაღები. და კანჩი არის რასაც ხსნი. ხო ეგრეა. ალო. ხო, ეს ჩაიხსნა. აი ესეთი რაღაცა ბედურება არის აქ, ეს წყალია თუ რა არის. მიწევს დაბინძურება. ბოდიშის მოხდით, გავწმინდა მე. მანდა. ახლა მას შევცვალოთ ეს, მაგრამ ვიდრე ამას დავაყენებ, მოდი გავწმინდოთ ყველაფერი. ესე რო არ იყოს, ამან კიდე ის ქაღალდები ყველაფერი წაიღო. აი ეს ჯართი წაიღო, რას წაიღო ის ქაღალდები მჭირდება. ოთხა მივა. ხო და მე პლასტიმასებს წაიღებდა. გეკა ეს ხუთი მან შევინახეთ. ესენი მოკლედ შენ გაასუფთავე, გაალაპლაპე. აუ რას გავს. ეს სილიკონებზე დასმული აშკარად ისე. აუ ანუ აქ ბანამდეც იყვნენ. როდესღაც ჩვენ წელს აღიწყამდე. კაი, brake cleaner-ი მაქვს. ანუ ძალიან აგრესიული სითხეა აი ამაშიო და სადამაში. და მინდა რომ გამოვრეცხო, ეგრე ხო არ დავტოვებთ და წავიდა დაგტოვა ესე რა. ყველაფერს გადაუყრი ახლა. აი შემშვები ხუფია თუ რა ქვია ამას. კოლექტორი ეს ტერმინები. რა კოლექტორი? ეს არის კოლექტორი. მოხსნათ ხა? ქართულად რა ქვია მაგას? დროსელი. სარქველი კი არა და ის კაი ხო რა, დროსელს ხსნით მოკლედ. დავღალე. აქსელერატორი. აი ეს რაღაცა ნახე. დაზაბრუშკებულია. დაუჭირა ესე რა თუნდა. ესე წმინდა დაახარჯა ერთი ბალონი და საწმედის იქხე. გარედან შიგნიდან